თქვენყურებთ კურიერს 9 საათზე. საპროტესტო გამოსვლები ოქროს მომპოვებელი გერმანული კომპანიის წინააღმდეგ გრძელდება დღეს საყდრისსა და კაზრეთში ადგილობრივებმა 2 აქცია გამართეს. კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და სამსახურებრივი მასობრივი დათხოვნას შეწყვეტას მოითხოვს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს პასუხობს RMG-ის ხელმძღვანელობა. ისინი მდგომარეობის ხელოვნურად ესკალაციაში პროფკავშირებს ადანაშაულებენ და სამართალდამცველებს მიმართავენ. პროფკავშირები აბსოლუტურად რადიკალურად პირიქით იქცევიან და თვითონ გამოდიან იმ დესტრუქციულ ძალას, რომელიც ძალობს სიტუაციას და ამ სიტუაციის ესკალაციას აკეთებს. კომპანია RMG-ის წარმომადგენლები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ისინი მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების პრეზიდენტს თამაზ დოლაბერიძეს ადანაშაულებენ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროფკავშირების ხელმძღვანელობა ახორციელებს ზეწოლას იმ თანამშრომლებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს არ უერთდებიან. პრაქტიკულად პროფკავშირებმა მოახერხეს დღეისათვის იმ გაფიცვის საინიციატივო ჯგუფსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის სიტუაცია დაეძაბათ და გარდა ამისა სიტუაცია დაძაბეს უკვე მათთან და თანამშრომელთა იმ ჯგუფ შორის, რომელიც არიზიარებს ამ გაფიცვას. ადმინისტრაციას თამაზ დოლაბერიძე ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისაგან თავის შეკავებას ურჩევს და თანამშრომლებთან დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებს. თუ კი ადმინისტრაცია წარმოადგენს ამ ფაქტებს, რომ მე ვიღაცას ვეუნები ან რეკომენდაციას უწევ, რომ გავლენა ზეწოლა განახორციელო და ამ თანამშრომლებზე მზად ვარ პასუხი ვაგო ამაზე. კომპანიასა და პროფკავშირებს შორის ურთიერთბრალდებების საფუძველი ბოლნისის რაიონში გამართული აქცია გახდა. კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების გაზრდას, კოლექტიურ ხელშეკრულებებს დაზღვევასა და სამსახურიდან გათავისუფლებულთა აღდგენას მოითხოვდა. აქციის მონაწილეებს კომპანია RMG მოპასუხა და თანამშრომელთა გათავისუფლება კომპანიაში შექმნილი ვითარებით ახსნა. მე ვითხოვ ხალხის დაბრუნებას, ელემენტარული პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას. თუ კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდა და ისევე დაგჭირდა ჩვენ თანამშრომლების აყვანა, პირველ რიგში განვიხილავთ მათ უკან დაბრუნებას. 2 თვის კომპენსაცია მათ მიეცემათ, ხელფასის კომპენსაცია, გარდა ამისა მიეცემათ კომპენსაციის სახით გამოუყენებელი შვებუნების დღეები, აუნასხაურდები. კომპანია RMG-ის წინააღმდეგ დღეს კიდევ 1 აქცია გაიმართა. კარიერის დამუშავების, სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ სამყრისელები. მათი თქმით, სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ოქროს მოპოვება ღია წესით ხდება. აქციას ლეიბორისტული პარტიის წევრები შეუერთდნენ. ეკოლოგიურ კატასტროფასაც ახდენს ადგილზე, ღია წესით მიმდინარეობს ოქროს მოპოვება და მისი ქიმიური დამუშავება, გამოიყოფა მძიმე მეტალები. სოფლის ძირითადი მოთხოვნა არის, რომ დაიკეტოს კარიერი. პირველ რიგში. არანაირი რეაგირება არ აქვს ჩვენ. არანაირი მოსავალი ვერ მიგვიღია. პამიდორს რომ მოვიყვათ, მეორე დღით დამპალია ეს პამიდორი, არ იჭმევა. საყდრისის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებები გარემოს დაცვის სამინისტროშიც გაკეთდა. განხილული იქნება ის გაფრქვევის წყაროები, რამაც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს მოსახლეობაზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე, რომ სახიფათოა და შეჩერდეს ეს ეტაპი, სამინისტრო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ყველა იმ სამუშაოს ჩვენ რასაც ვაწარმოებთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. როცა მუშაობა მიმდინარეობს იქ, როცა მანქანები მოძრაობენ, მძიმე ტექნიკა მოძრაობს, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ პრევენცია მოვახდინოთ იმ ზიანის, ან ტვერის, რომელსაც აყენებს, რაც ძირითადად წყუხან ადგილობრივი მოსახლეობა. აქციის გამართვას RMG-ის თანამშრომელთა ნაწილი ხვალაც გეგმავს.